გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია და 8-ის ნახევარზე ტრადიციულად სტუდია 8-დან მე გოჩა ჯოჯოა მოგესალმებით და დაახლოებით ალბათ 40 წუთის განმავლობაში ხანდახანს უგადამეტებით 5 წუთი იმასავით რა ქვია ტრადიციად გადავაქციე ესეც 5 წუთით ყოველთვის კი ვაცილებ ხოლმე მაგრამ ვეცდები ახლა თუ თავის დროზე ჩავეტიო ასე ვთქვათ ჩემს იმ გამოყოფილ დროში და თქვენთან ერთად ხმამაღლა ვიფიქრო იმ მოვლენებზე, რომელიც ხდება საქართველოში. პირველ რიგში სხვათა შორის გამომდინარე იქიდან, რომ რიგ ტელევიზიებში სხვათა შორის არა სახელმწიფო ტელევიზიებში ყველგან ისმის ხოლმე, რომ პირველ რიგში ყველაზე მეტად თუ ვინმეს ესალმებიან და მეც ამ ტრადიციას ყოველთვის ვამბობ ხოლმე და იგივეს შევინარჩუნებ, მე მივესალმები მართლაც იმ ადამიანებს, რომლებიც ამ რთულ პერიოდში ციხეებში არიან გამოკეტილი, რასაკვირველია მე არ გამოვყოფ ოღონდ იმასაც, რომ ეს უკანონო პატიმრებზე როცა ლაპარაკი, თქვა სინდისის პატიმრებზე როცა ლაპარაკი, იმ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვართ დღეს და იმ ტემპებით, როცა როგორც მატულობს დღესდღეობით პატიმართა რაოდენობა, მე ყველა პატიმარს არ გამოვყოფ, ყველა პატიმარს მივესალმები, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ ხშირ შემთხვევაში უკანონობა და უსამართლობა ეს არ არის ხოლმე რეალურად ძალიან ცუდია, ასე ხდებოდა ყოველთვის. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ არ არსებობს ეპოქა, რომ ადამიანი უსამართლობაზე არ ჩიოდეს, არ ამბობდეს იმას, რომ უსამართლობა საერთოდ ამ ქვეყანაზე ცხოვრება, რა ვიცი, რამდენი სიმღერები, ლექსები, პოემები ყველაფერი ამაზეა მიძღვნილი და ყველა ადამიანს გარკვეულწილად აქვს ხოლმე არ არსებობს ალბათ ადამიანი რომელსაც არ ქონია ეს განცდა რომ უსამართლობა ხდება და ამ უსამართლობიდან გამომდინარე არის ხოლმე რომ სწორედ ხშირ შემთხვევაში ცდუნება დიდია და ხანდახან ცდუნება კი არა გამოუვალი მდგომარეობაა და ადამიანი ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე მსხვერპლი თავის დანაშაულისა და მით უმეტეს დღევანდელ პირობებში როდესაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ იმ მდგომარეობაში ვართ მისული, რომ უსამართლობა იმ დონეზეა, რომ ადამიანებს, რომელთაც ჯერ ერთი რომ მართლაც უსამართლოდ იჭერენ, უკანონოდ იჭერენ და გაიფსოთ ციხეები ამითი და ამის გარდა კიდევ ის გარემო, რომელ გარემოში ჩვენ ცხოვრობთ, წარმოშობს თავისთავად დანაშაულის ძალიან ბევრ წინაპირობას და საკმაოდ ნოყიერ ნიადაგს. განსაკუთრებით ყველამ ვიცით, რომ ნარკომანია ეს არის საშინელი სენი, რომელიც არა მარტო ჩვენს ქვეყანას და არა მარტო ჩვენს თაობას, ჩვენს ასე ვთქვათ ამ ეპოქაში, არამედ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ხნის სენია, მაგრამ განსაკუთრებით აი ამ ბოლო პერიოდში და არის იმაზე საუბარი, რომ ამ სენს უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ამ სენთან ბრძოლა სინამდვილეში გადაიქცა ადამიანებთან ბრძოლის და ნარკოტიკთან ბრძოლაზე როცა მიდის ლაპარაკი, თუნდაც იმაზე როცა მიდის საუბარი, რომ აი ნარკომანს არა, მაგრამ ნარკოტიკის გამყიდველს გასაგებია, რომ ნარკოტიკის გამყიდველსაც უნდა ვებრძოლოთ და ამას არ ჭირდება, რა ქვია, ბევრი დიდი ფილოსოფია, რომ ადამიანი, რომელიც თავის შემოსავალს ზრდის სხვის უბედურებაზე, რასაკვირველია, ეს არის ყველაზე შეიძლება ითქვას ალბათ კაცრი დანაშაული, ყველაზე საშინელი დანაშაული, რომელსაც კაცრად მოეთხოვება პასუხი, მაგრამ რატომ მიდიან ადამიანები აქამდე? სიმპტომი რა არის? როცა ადამიანებმა იციან, რომ დაჭერა მათ თითქმის გარანტირებული აქვს, თუ არ ახალ პირდაპირ, ასე ვთქვათ, პოლიციასთან შეკრული და ისე არ ყიდი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არანაირი გარანტია არ აქვს, ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა მიდიან ადამიანები ამას და რატო? რა იწვევს ამას, ხო? მარტო ის მომენტი, რომ ადამიანს მხოლოდ და მხოლოდ გამდიდრება უნდა? არ არის ესე, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრს ვხედავ და ძალიან ბევრი მით უმეტეს აი ახლა ამ ბოლო პერიოდის მანძილზე, ნუ ეს საოცარი ის არის ერთის მხრივ თითქოს და მესმის რომ ბრძოლა ნარკოტიკებს სახელმწიფომ დაიწყო თქვათ რაღაც გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ კიდე გეუბნებით რომ ბრძოლა
ნარკომანიის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ციხეში დაჯერა და არ არის რა ქვია ასეთი იმითი რა ქვია მკაცრი მეთოდებით ეს საქმე და მithქვია კიდევაც და ხშირად ვამბობ რომ სიმკაცრე სრულებითაც არ ნიშნავს იმას რომ პრევენცია ხდება რამის არა რა იწვევს ამას რატომ მივიდა ადამიანები აქამდე აქ ეს მომენტია მთავარი და აქედან გამომდინარე უნდა ვხედავდეთ და პრობლემას სათავე საიდან ეწყება ეს თუ არ გავიგეთ ხო დღევანდელ დღეს ადამიანების უდიდეს ნაწილს განსაკუთრებით ახალგაზრდობას რომელსაც ნული აქვს პერსპექტივა თითქმის ხო მე არ ვამბობ იმ ადამიანებს და ღმერთმა გაუმარჯოს და კიდევ კარგი რომ ეს ესეა რომ ყავს ახალგაზრდა თაობა რომელიც სწავლობს რომელიც ცდილობს რომ მაქსიმალურად მეტი ცოდნა შეიძინოს, განათლება შეიძინოს, სწავლობენ პროფესიებს ადამიანები, არიან ნამდვილად უნდათ რომ იშრომონ და თავისი უნარებით, თავისი ცოდნით შექმნან ის გარემო რომ ოჯახი არჩინონ, ოჯახი შექმნან, ცხოვრება მოიწყონ და არის მაგრამ ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ სინამდვილეში ეს მხოლოდ და მხოლოდ მცირე ნაწილია ძალიან ბევრს ადამიანს აი ახალგაზრდას გინდათ თბილისში, გინდათ ნებისმიერ ქალაქში ავიღოთ, გინდათ სოფელში ავიღოთ, ხო? მათ ხო თითქმის პერსპექტივა არაფერი არ აქვთ. აი კარგია რაღაცა ნაწილში გამოჩნდა თქვა ეს სპორტსმენები, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელია იქნება ეს ჩვენი ფეხბურთელები, რომლებიცაც პერსპექტივის მომენტი აქვს ის რომ თუ კი იშრომებს, თუ კი შეძლებს რაღაცის მიღწევას, MMA-ში არის თუ იმაში არა ქვია UFC-შია, მებრძოლები რომლებმაც მიაღწიეს მაგალითს აძლევენ რომ სპორტით შეგიძლია ცხოვრება მოიწყო, გააკეთო რაღაცა შემოსავალი გაგიჩნდეს, ხო, იმიტომ რომ ადამიანი ხო მიდრეკილია აქეთკენ, ყველა ადამიანს უნდა ნორმალური ცხოვრება. მითხარით ახალგაზრდა რომელიც არ ოცნებებს კარგ მანქანას. ხო არ არსებობს ეს მითხარით ადამიანი რომელიც არ ოცნებობს და მით უმეტეს ჩართავ ტელევიზორს, ჩართავ მედია საშუალებებს, რეკლამები მიდის, კარგი ცხოვრების გაჩვენებენ ამ ყველაფერს. ყველა ამ ადამიანს ეს კარგი ცხოვრება ყველას უნდა. ადამიანს აქეთკენ აქვს ეს მიდრეკილება რომ კომფორტულად იცხოვროს, კარგად იცხოვროს. ხო, ბიჭებს სურს გოგოებს მოაწონონ თავი, გოგოები ცდილობენ ბიჭებს მოაწონონ თავი და ყველა ადამიანს სურს რომ რაღაცას მიაღწიოს და როცა ისინი უპერსპექტივობას ხედავენ, მე ეს ადამიანები ვარდებიან იმას, გაბრუებას ცდილობენ იმას, რომ რამენაირად ის რეალობა, რომელიც რეალობა ძალიან მკაცრია, რეალობა, რომელიც ძალიან მტკივნეულია, ამას გაექცნენ. და რას ვაკეთებთ ამისთვის? ხო, კი, კარგი არის, ეხლა ხანს იყო რომ ამ ხელისუფლებამ გამოაცხადა რომ 3000-მდე სტაჟირებისთვის ადგილს გააკეთებს. შექმნის სტუდენტებისთვის, რომლებიც ბოლო კურსზე არიან, რომ სახელისუფლებო, ანუ სახელმწიფო ცდილობს რომ სტაჟირების ის მიცეს, რა ქვია, საშუალება ადამიანს რომ რაღაც გარკვეულწილად ჩაერთოს იმ საქმიანობაში, რასაც ის სწავლობს და თავისი ცოდნა, თქვათ, რაღაცნაირად გამოიყენოს იმაში, რამდენად შეძლებს იმ უნარებს, რამდენად თეორიაში ნასწავს, პრაქტიკაში როგორ შეძლებს. გასაგებია, კარგია. ხო, სააკაშვილს ჰქონდა იმას კერძო იმათაც კი დაავალა, რომ რაღაცა პერიოდის მანძილზე მათ უნდა აეყვანათ იმისათვის, რა ქვია, სტაჟირებაზე სტუდენტები, ახალგაზრდები და შეექმნათ ის გარემო, რომ მე ამ ადამიანების გარკვეული ნაწილი მოხვდება ალბათ მე იმ სამსახურში, სადაც თქვა სტაჟირებას გადის. არ არის ცუდი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს ხომ საკმარისი იმისთვის არ არის, რომ ახალგაზრდა მართლა რეალურად თანაც საინტერესო რამეა. სხვათა შორის მითხრეს, რომ სულ ალბათ რამოდენიმე ქვეყანა, ჩვენ, უკრაინა, კიდევ რამოდენიმე ქვეყანა, ისეთები, რომლებიც არ არიან მაღალგანვითარებული და მაღალდემოკრატიული ქვეყნები, სადაც იმაში, რა ქვია, სტაჟირებაში, მაგალითად სამედიცინოზე სტაჟირებაში ფულს იქით იხდი. ანუ შენ მუშაობ, საქმეს აკეთებ და ფულს კი არავინ არ გიხდის. და შენ შრომას თუნდაც კიდევ სტაჟირების დროს, ახლა მე ჩვეულებრივად ალბათ თქვენც გქონიათ, ბევრს ვისაც მანქანა ყავს, გინახავთ რომ როდესაც მიდიხართ, თქვათ იმ პროფილაქტიკაში მანქანის, მინახავს რომ ვიღაც ახალგაზრდა რო არის, ეს სტაჟირებაზე მყავს აყვანილი. და სტაჟირებაზე აყვანილს რა სწავლის, მოსწავლია ხელოსანთან ერთად ვიღაცა, ეს უძველესი დროიდან ესე მოდიოდა. ხო, ფილმებში მაინც ხო გვაქვთ ნანახი, ხო, რაც გინახავს ვეღარ ნახავს, ის მოსწავლია, ხო, როცა თუ გახსოვთ იმ ფილმში წითელი მას რო შეუკერავს, რა ქვია, ფეხსაცმელს იმ თავის შეყვარებულს. შენგელაია თამაშობს, ხო? ხო და აი ამას რატო ვამბობ? ეს ჩვეულებრივი რამე, მაგრამ იმას ფულს უხდის.
იმაში რომ ის ადამიანი იქ მოდის მართალია ის არ არის ასე ვთქვათ იმ ხელფასზე რა ხელფასიც უნდა აიღოს მან რა ქვია ადამიანმა რომელიც უკვე თანამშრომელია მაგრამ ის რომ გზაში იაროს ის რომ თუნდაც საკვები აქვე იმის მუშაობის პერიოდში რომ რაღაცა შეჭამოს ამის ფულს მაინც უხდიან და ის რაც მასში ხდება სამედიცინო სფეროში იქ სასწაულია საერთოდ ხო იქ პირიქით იქ შენ თვითონ რეზიდენტურაში შენ თვითონ იხდი კიდე დადიხარ რომ აგიყვანონ ხო კიდე კონკურსი უნდა გაიარო და კონკურსის გავლის მერე შენ ფულს იხდი კიდე იქით რომ შენ რაღაცას გასწავლიან მესმის რომ ერთის მხრივ არის ის მომენტი რომ რახან გასწავლი რაღაცას ამაში ფულს მიხდი უფრო გულიანად აკეთებს საქმეს იმიტომ რომ ფულს იხდი ამაში ხო იმიტომ რომ რაღაც გარკვეულ ეტაპზე იმაში საბჭოთა სისტემაში როდესაც უმაღლეს სასწავლებელში იქნებოდა ეს თუ და დანარჩენი პროფესიონალებში სტიპენდიასაც კი იქითკენ გაძლევთ თუ კარგად სწავლობდი გაძლევდნენ სტიპენდიას თუ არა და უფასო იყო ეს სწავლება და ამიტომ დიდი ნაწილისთვის მხოლოდ და მხოლოდ ადგილის მოცდენა იყო მაგრამ იმასაც ჰქონდა დადებითი კიდე გეუბნებით ის რომ თუნდაც ადამიანი რომელიც უნივერსიტეტში სწავლობდა და მქონია ეგეთ შემთხვევები ჩვეულებრივად იყო ადამიანი რომელსაც თავისი ცოდნის დონით რომ ვერ გაჩავდა ხო კურსიდან კურსზე გადასვლა იყო პრობლემა ქონდა ასეთი ადამიანი ზოგი გადადიოდა ხოლმე თუ ძნელ ფაკულტეტზე იყავი შედარებით ისეთ ფაკულტეტზე გადადიოდა რომელშიც ასე ვთქვათ უფრო მეტად შეეძლო რაღაცის ასე ვთქვათ ჩაბარება იმ საგნების და ის მინიმუმების დაკმაყოფილება მაინც მაგრამ ის ადამიანიც იმ წრეში მაინც ტრიალებდა სადაც ელემენტარულად ქცევა სწავლობდა ისმენდა იმ ადამიანების აზრს რომელი ადამიანებიც მეცნიერებაზე ლაპარაკობდნენ და რაღაცა დადებითს მაინც იძენდა ხო ის ადამიანი შეიძლება არ გამოდიოდა პროფესიონალი არ გამოდიოდა იმ საქმის სპეციალისტი მაგრამ იმ წრეში ყოფნით რაღაცა დადებითი ქონდა ხო ვიდრე თქვა მოხვედრილიყო უფრო ისეთ წრეში სადაც შეიძლება მისი ცხოვრება სრულიად სხვა მიმართულებით წასულიყო და სრულიად სხვაგვარ ასე ვთქვათ გარემოში აღმოჩენილიყო ხო აქედან გამომდინარე ვამბობ რომ აქვს ახლა ყველაფერს კიდევ ცალსახად დადებითი და ცალსახად უარყოფითი რასაკვირველი არ არსებობს მაგრამ არის ის რომ მისახედია გინდა ამ ნარკომანიასთან ბრძოლა რაღაცა ალტერნატივები ხო უნდა შეთავაზო ამ ახალგაზრდებს კარგი იყო სააკაშვილის დროს ვიღაცა შეიძლება ნერვები ეშლება მაგრამ ჩემზე მეტად ნაბრძოლი რო კონდეს ღმერთმა ხელს მოგიმართავ რა ქვია იმ სააკაშვილის ბრძოლაში იმ სააკაშვილის დროს დაიწყო სტადიონების გაკეთება ქალაქის ასე ვთქვათ და არა მარტო ქალაქებში ანუ სპორტული მოედნების გაკეთება დაიწყეს ეხლაც რაღაცა ნაწილი კეთდება მაგრამ თანდათანობით რასაც უყურებ და რასაც ხედავ ხო ამ корпуსების იმაში ჯუნგლებში ხო მიეცით რა საშუალება რა იმას რა ქვია ახალგაზრდა თაობას იმისი რომ რაღაცაში ადამიანებს ადგილი მაინც კონდეთ ისეთი რომ სპორტულად თქვა რაღაცას აკეთებდეს ამის საშუალება ალტერნატივები უნდა მიცე მარტო დასჯა არ კმარა ის რომ მე შენ დაგიჭერ დაგაპატიმრებ ხო ყველაზე კარგად იმაში იყო ჩანტლაძეს კონდა დაგიჭერ არ დაგაპატიმრებ და ხომ ხედა უკვე სამჯერ არ დაგაპატიმრე რომ ვისაც გახსოვთ ის ძველი ბიჭო ამ დაჭერით და იმითი შიშით არ შეიძლება ხო მე ამას გეუბნებით შიში და დაჭერა პოლიტიკას არ ვეხები მე ამას გეუბნებით ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაზე რომ მაინდა-მაინც მარტო შიში არა ალტერნატიული რაღაც გზები უნდა მოუძებნო როცა ლაპარაკი არის რომ ყველა აღიარებს იმას ცალკე რო კითხო ადამიანს ყველა გეტყვის რომ რასაკვირველია თვითონ ნარკომანია სენია მე ამას რატო ვამბობ ძალიან გაივსო აი ჩემს გარშემო რო ხდება ეს მარტო ჩემს გარშემო ხო არ ხდება იჭერენ მე ამ ფულს ახდევინებენ იმაში რომ რაღაცა არ წავიდეს იმაზე რა ქვია დიდ სასჯელის დიდი ზომა რო არ იყოს და აბა რაღაცნაირად იქნე მოხერხდეს ჯარიმებით იმით ეს ყველაფერი გადაიქცა სინამდვილეში ხო მე რატო ვამბობ ამას გარემო როგორია მოდი ამათ შეხედეთ და გარემო ისეთია რომ გიჭერენ გინებაზე გიჭერენ ტროტუარზე დგომაზე გიჭერენ ყველაფერზე და ნუ ადამიანი იმ მდგომარეობამდეა მისული რომ იმის გამო რომ თან ვაღიარებთ იმას რომ სასამართლოები და მას ოფიციალური სტატისტიკა ამბობს რომ საქმეები რომელიც 20-21-ში არის შეტანილი ეკონომიკურ დავებზე მთელ რიგ დავებზე რომელიც არის ხო 20-21 შეტანილი ჯერ ჩანიშნულიც არ არის მერე ადამიანები მიდიან და რაღაც საქმის გარჩევას იწყებენ, ხო? მერე იჭერენ იმაზე, რომ საქმის გარჩევა თუ დაიწყე და თუ კი ვიღაცას დაელაპარაკა, ეს უკვე ნიშნავს, რომ კრიმინალური გარჩევაა და პაჭკობით მიდის ადამიანები, რა ვიცი, 25-30 კაცი ერთად იჭერენ, 70 დაიჭირეს. ივსება ეს ციხეები.
იფსება ყველა მიმართულებით, ყველა რა ქვია, კიდე გეუბნებით, პოლიტიკური მისი რა ქვია, თავისუფლებისთვის ბრძოლა იქნება ეს, ნებისმიერი მიმართულებით, სადაც არ უნდა გაიხედო ერთადერთი მანქანა, რომელიც მუშაობს, გეუბნება, დაგიჯერ, დაგამტრევ, ახლა ბოლოს ისიც დაემატა, რომ პოლიცია რო არ ყოფნის, პოლიციასთან ერთად შეკრული ქუჩის ისა, რა ქვია, ვითომ კიდევ ამბობ რა, ადამიანები ზოგმა ბოლომდე არც იცის და გააზრებული არა აქვს, კაცო ადამიანს გონია, რომ და სინამდვილეში ალბათ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ადამიანი ეძებს გამოსავალს, რომ თან ქუჩის ბიჭი ქვია და თანაც პოლიციელთან ერთად ვიღაცას ებრძვის და ამას ამართლებს იმითი, რომ ბიჭო ისინი ცუდი ტიპები არიან და ამიტომ იმათთან ბრძოლა პოლიციელთან ერთადაც შეიძლება. აიზილე ეს ყველაფერი და ეხლა სპორტსმენები, კიდე ადამიანების ის კატეგორია, რომელიც არა ბატონო ქუჩის ბიჭები არ არიან, მოჭხუბრები არიან, ხო? MMA-ის მებრძოლებმა გადაწყვიტეს, რომ სასწაულის მოსმენა ხდება, ხო, რომ გადაწყვიტეს, რომ ღირსება უნდა დაიცვან და უნდა დაიცვან ისა, რა ქვია, ჩვენი ადათწესები, წინაპრების და იმის სიწმინდეების ამბავი ადამიანებმა, რომლებიც არიან სპორტსმენები. ანუ პირდაპირ გეუბნებია, რომ სპორტსმენი ნიშნავს, უნდა მოვიდე და გაგლახო, ხო, უნდა მოგერიო. და ვიღაცებს ეს მოსწონს და ვიღაცებს როცა მოსწონს ეს კიდე არ აუშავს. სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობის პირები რო ამბობენ, კაცო, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს მივესალმები ამასო, იქ უკვე სახელმწიფო სადა გვაქვს ხალხო. იმიტომ რომ სწორად მინდა რომ ეს ყველაფერი გაიაზროთ ადამიანებმა. მესმის რომ ადამიანები ხლა არის რაღაცეებზე, გინდა ტელევიზიაში, გინდა მედია საშუალებებში სხვაგან, გინდა სოციალურ ქსელებში ისეთ რაღაცას ნახავ, რომელიც შეიძლება არ მოგწონს და მართლაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. და არა მარტო როგორც ადამიანმა იგრძნო შეურაცხყოფილად, არამედ როგორც საზოგადოების იმ წევრმა, რომელსაც მიაჩნია რომ არის ქრისტიანი, ხო, ვიღაცა მუსულმანი, ვიღაცა ან არის ადამიანი, რომელსაც ეთნიკური ნიშნით ქართველი ვთქვათ, ხო, შეიძლება ეს მომენტი გაჩნდეს და გაგიჩნდეს, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ შევქმენით და ამ სახელმწიფოს იმიტომ მივეცით რაღაც გარკვეული უფლებები, ეს ჩვენი ნებით გადავეცით ეს უფლება. და ეს ჩვენ კი არა ვართ, კაცო, მარტო ესეთები. ასე იყო უძველესი დროიდან, ხო? დაწყებული ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით. ხშირად მიყვარს ხოლმე ისტორიის მოყვანა, იმიტომ რომ იქედან მოყოლებული ადამიანებმა ეს ისწავლეს და თქვეს, რომ მე გოჩა ჯოჯუა გაბრაზებული ვიღაცაზე, მე კი არ უნდა მოვთხოვო პასუხი. არამედ მე გადასახადებს ვიხდი იმისათვის, რომ სასამართლოში მოსამართლე, რომელიც ხელფასღებულობს, იმ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, რომ მე რომ გაუბრაზდი და მე რომ თავის შეურაცხყოფილად ვიგრძენდი, რომ ვიღაცა მომაყენა, მე კი არ გავეცი ამაზე პასუხი. არამედ ამაზე პასუხი გასცა იმ ინსტიტუტმა, რომელიც ინსტიტუტსაც დავარქვით, რომ ისინი მიუკვერძოებელი უნდა იყოს, არავის, ასე ვთქვათ, ზეგავლენას არ უნდა ექვემდებარებოდეს და მან უნდა გადაწყვიტოს. ასე მიიღო კაცობრიობამ და ჩამოაყალიბა ამის გამო სახელმწიფო და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში სწორედ ეს მომენტია ერთ-ერთი მთავარი, რომ გარდა უსაფრთხოების დაცვისა და უსაფრთხოება იწყება საზღვრიდან, ანუ მეზობელი სახელმწიფო რო თავს დამესხმება პირველ რიგში სახელმწიფოს, ამიტომ აქვს გამოყოფილი ფული, რასაც ქვია შეერაღებული ძალები, სასაზღვრო ჯარები და ასე შემდეგ, ანუ ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც თან ზვერავენ კიდევაც, ну მთელი სისტემაა, ხო, იცით ხო როგორ არის ეს ყველაფერი. ამ ყველაფერში ფულს ვიხდით. ვიღაცა ფულს იხდის პირდაპირ თავისი ბიზნესიდან გამომდინარე, ვიღაცა არ მუშაობს შეიძლება არსად, მაგრამ თუნდაც რომ ყიდულობს, აი პური რომ იყიდე, იმ პურის შემავალ ფასში თქვენ უკვე გადაიხადეთ ფული, რომელიც ბიუჯეტში წავიდა, თქვენ მიერ გადახდილი ფულში, ნაწილი პურის მცხოვრებელმა წაიღო, ნაწილი გამყიდველმა წაიღო, მაგრამ ნაწილი წაიღო სახელმწიფომ. აი პური რო იყიდეთ მარტო და უკვე თქვენ ფული გადაიხადეთ იმაში, რომ ჯარი გყავდეთ, სამედიცინო უზრუნველყოფა გქონდეთ, განათლება გქონდეთ და ასე შემდეგ და რაც თავარია სასამართლო გქონდეთ. სასამართლო, რომელიც სახელმწიფოსთანაც რო დავა მოგიწიოთ. სახელმწიფოსთან არის ჩვეულებრივი რამე, ედავები სახელმწიფოს, ხო? ადმინისტრაციული რაღაცა აქტი არ მოგეწონათ. თქვენს ტერიტორიაზე აღმოაჩინეთ, რომ ისა რა ქვია, რაღაცა დარღვეულია, ხო? და სახელმწიფოს მიმართავ და ეუბნები, რომ აი ესე და ეს დარღვევა მოხდა, ხო? რაღაცა დაზიანდა. უარი გითხრა სახელმწიფომ, შედიხარ, ჩივიხარ, რომ ამას ვალდებული იყო გაეკეთებინა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და დიდი შანსია თუ მართალი ხართ და თუ
კანონიერად ასე ვთქვათ მიმართეთ, რომ სახელმწიფოს გამოუტანოს მოსამართლემ განაჩენი და თქვას, რომ არა დააკისროს, რომ შენი მოქალაქეს ესად ეს უნდა გაგეკეთებინა და კომპენსაციაც კი გადაახდებინოს. ეს არის ნორმალური სახელმწიფოში. ნორმალური სახელმწიფო ამას ქვია. და ჩვენთან გამოდის, რომ სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ვიღაცებმა ეს უნდა გააკეთონ, საიდან, როგორ, ან ვინ უნდა გადაწყვიტოს. რა უფლებით ღებულობს საკუთარ თავზე. აი ადამიანი რო ხარ, არ ვიცნობ კიდე გეუბნებით. ხო ადამიანთა ჯგუფი, შეიძლება კიდევ ვამბობ, კარგი ადამიანები, პატრიოტი ადამიანები, ნამდვილად შეხედოს, რომ გარემო არის საშინელი და სახელმწიფო ვერ იცავს. სახელმწიფო ვერ აკეთებს იმ ფუნქციას, რომელიც მან უნდა შეასრულოს. დაუცველია რა, ბევრი რაღაცა დაუცველი. ამ შემთხვევაში საინტერესო ეს არის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთან უნდა გქონდეს პრეტენზია. ანუ სახელმწიფო რო ვერ აკეთებს, შენ კი არ აკეთებ ამ ფუნქციას და სახელმწიფოთან გეუბნება, მიდი კაცო გააკეთე. პოლიციელის გეუბნება, მიდი გააკეთე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გეუბნება, რომ მიდი კაცო მივესალმები ამას. რაზეა საუბარი და შენ ამ სახელმწიფოსთან ერთად იწყებ ფაქტიურად სახელმწიფოს რაც უნდა გაეკეთებინა იმის გაკეთებას? არ ხდება ეგ ეგრე. ვინ მოგცა შენ ამის უფლება? საიდან? ვიღაცას მიაჩნია რომ ეს ესეა და შეურაცხყოფა ეს არის, ვიღაცას მიაჩნია საპირისპირო. აგერ გამოვიდა სხვათა შორის გრიგოლ ლონიანი, კაცი რომელიც ამბობს იმას რომ სტალინი მისთვის არის უძვირფასესი და ვიღაცა შეურაცხყოფას აყენებს. აი ეს თვითონ ეს ადამიანები, რომლებმაც ეს შექმნეს და დაწერა კიდევაც. და ასე რამდენი შეიძლება იყოს? ეს თქვენ რომ მიგაჩნიათ ეს ესეა, სხვას მიაჩნია რომ ეს ესე არ არის. და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამისთვის არსებობს სასამართლო სისტემა. ამიტომ არის ეს სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი. დამოუკიდებელი რას ნიშნავს? დამოუკიდებელი სახელმწიფოსგანაც. და არის ცალკე მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტიდან ღებულობს ფულს, ეს სისტემა დიდი ხნის წინ შექმნეს. დაახლოებით იდეა გაჩნდა კიდევ უფრო ადრე, მაგრამ 350 წლის წინ დაახლოებით ეს ყველაფერი შეიქმნა და ჩამოყალიბდა სახელმწიფოს სახით და შემდგომ ეს იდეა გადაედო თელს რიგ გარშემო სახელმწიფოებს. იმიტომ რომ მოეწონათ. იმიტომ რომ ბევრმა ჩათვალა რომ ეს სისტემა რახან იქ გაამართლა, ამიტომ მოდი აქაც გავაკეთოთ. და გადაედო, ეხლა ხანს იყო კიდევ ამბობ 350 პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს იდეა, რომელიც ადრეც იყო გაჩენილი, მსჯელობდნენ ადამიანები, ეძებდნენ ამ ფორმას იმისი, რომ როგორ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო რეალურად მოქალაქეებისთვის ყველაზე საუკეთესო და კომფორტული საშუალება იმისა, რომ ადამიანი განვითარებულიც ყოფილიყო, ადამიანი დაცულიც ყოფილიყო, ადამიანს ბედნიერება ეგრძნო, ამას ადამიანი ფიქრობს, აი რაც იმაზე რა ქვია, ორფეხზე ცოტა ადრე გაიარმა, რაც აზროვნება დაიწყო. იმის მერე ადამიანი ამას ფიქრობს. სულ ეძებს ამას, ხო? მორწმუნეებისთვის თქვა, გააჩნია ახლა, ვინცაც ქრისტიანობა ან ბიბლია ავიღოთ პირდაპირ, ძველი აღთქმის ერები ვინც არიან, ისინი თვლიან, რომ ადამიანი რომ შეიქმნა, იმის მერე გადის ამ სტატიებს და წერია იმაში. მაგრამ არიან კიდევ ვისაც ბიბლიის გარდა სამი ძირითადი რელიგიაა, ხო? ებრაელების რელიგია, ქრისტიანების და მუსლიმების, მაგრამ ამის გარდა არსებობენ კიდე, ხო? ადამიანები ჩვენ ხო არა ვართ მარტო ამ ქვეყანაზე. ხო, ჩინელებს მაგალითად სრულიად სხვაგვარად აქვთ ეს ყველაფერი მოწყობილი და სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ იდეა იქაც იგივეა. იქაც ისევე გადის ამ ყველაფერს. დაახლოებით ადამიანები ერთმანეთის მსგავსები არიან, მიუხედავად კანის ფერისა, მიუხედავად თავისი თქვათ რელიგიური შეხედულებისა, მიუხედავად ეთნიკურობისა, ამ ადამიანები არიან ერთნაირები. მიუხედავად კიდე გეუბნებით, ეხლა თუ ამას ვამბობ, ადამიანები ერთნაირები არიან, არის რაღაც საკითხი, რაშიც ადამიანობა ქვია და ეს ყველას ერთი აქვს. ყველას მიუხედავად რა რელიგიის არ უნდა იყოს, რა იმისი რა ქვია, რასის არ უნდა იყოს, თეთრი, ყვითელი, წითელი მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანი დაახლოებით ერთნაირად აზროვნებს და ადამიანობა ქვია ამას. ყველას ერთნაირად აქვს. ის მერე იყოფა უკვე, ის უფრო მაღალ რანგში ავდივართ. ვიღაცისთვის მეტი პასუხისგებლობა. ქრისტიანობა მაგალითად მეტი პასუხისგებლობაა. ქრისტიანისთვის ესეა და მეტი პასუხისგებლობა. მუსლიმისთვისაც შეხება ვისთასაც გვაქვს ასევე მეტი პასუხისგებლობა. ასევე მიაჩნია ალბათ დაოისტი იქნება ეს, ინდუისტი იქნება თუ ვინც არ ყველას მიაჩნია რომ მეტი პასუხისგებლობა აქვს, როცა რელიგიას გაეცნობა და იგივე ათეისტსაც. ათეის მორალის მომენტია, ხო, რითაც ის ხელმძღვანელობს და ამბობს რომ ღმერთი არ არის, მაგრამ არსებობს უმაღლესი მორალი, რომელიც მე მწამს და მორალიდან გამომდინარე ვიცი რომ სიკეთისთვის არის შექმნილი ადამიანი. ასე წამს უყველას. და
ამის გარდა მე უკვე რასაკვირველია, არა თუ ადამიანები განსხვავდებიან და ყველა ადამიანი მარტივია, ხო? თუნდაც მივაგენით ხო იმას, რომ თურმე თითის ანაბეჭდი ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ანუ ყველა ადამიანი მარტო თითის და ამის გარდა თვალიც გამოჩნდა. ეხლა რომ თვალიც ის არის, რა ქვია, ყველას განსხვავებული აქვს. ხო, ანუ ნიშნავს, რომ ყველა განსხვავებულია. სულ ყველა თოვლის ფიფკიც კი, რომელიც ერთნაირია, ხო, რომ ხედავთ, აღმოჩნდა, რომ თურმე ყველა თოვლის ფიფკი განსხვავებულია ერთმანეთისგან. ხო, და აქედან გამომდინარე, რასაკვირველი ინდივიდუალურია ყველას მიდგომა ყველაფრის მიმართ. ინდივიდუალურად თითოეული შექმნელი ბუნებაში რაც კი რამეა, ხო, ვიღაცისთვის კიდე ვისაც ღმერთის წამს არის რომ უფლის მიერ შექმნილია და აქედან გამომდინარე უნიკალურია. კარგი, ცუდი, ეს ყველაფერი კიდე ცალკე კატეგორიებია. მაგრამ აქედან გამომდინარე არის რომ ადამიანებმა უნდა მოახერხოთ, ხო, ის რომ ელემენტარულად რაღაც გარკვეული ფორმა, რითაც ყველამ შეთანხმება მოახდინა და თქვენს რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოში ცხოვრება შედარებით და მე თან ჩანს კაცო ეს ხო არ არის მარტო რომ ვიღაცა ხო არ იტყვილება, მაგალითად არის ქვეყნები სადაც ჩაკეტილია და მაგალითად ჩრდილო კორეაში ის რასაც უნდა იმას ეუბნება თავის ხალხს, ეუბნება რომ ყველაზე მაგრები არიან, ოლიმპიადაც მოიგეს, ყველაფერი მოიგეს, ასეა ჩაკეტილი და არიციან იმათმა რომ გარშემო რა ხდება სახელმწიფო შექმნეს ეგეთი. რომ გარშემო რა ხდება არიციან. ჩვენ ხო ვიცით კაცო. ჩვენი მეზობლები, ნათესავები, ახლობლები დადიან იმაში, რა ქვია, ევროპულ ქვეყნებში, დადიან სხვადასხვა ქვეყნებში, აზიურ ქვეყნებში და ვიცით სად როგორი ცხოვრების დონეა. ხო, აქედან გამომდინარე, ახლა სად უფრო კარგი ცხოვრების დონეა, ხო, სადაც, რასაც მე ვამბობ, რომ ის სადაც მოახერხეს, იქ სადაც მოხერხდა ის რომ გააყვეს და დაარქვეს. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება. აღმასრულებელი ხელისუფლება საიდან მოდის? პირდაპირ არ ერჩევა აღმასრულებელი ხელისუფლებას. აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა აირჩიოს ჩვენს მიერ არჩეულმა, ანუ ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა. ამ პარლამენტმა არა მარტო უნდა აირჩიოს, არამედ მე უნდა აკონტროლოს კიდევაც. ის აღმასრულებელი ხელისუფლება ისე იქცევა, როგორც ეს პარლამენტი, რომელიც არჩეულია, ღებულობს კანონებს და როცა რაღაცაში ან პარლამენტი, ან აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთთან რაღაცას ვერ არკვევს, ან ვერ ქვემოთ ჩამოდივართ უკვე მოქალაქე პარლამენტთან, ან მოქალაქე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ან მოქალაქესთან რაღაცას ვერ არკვევს. ამისთვის მესამე სრულიად განსხვავებული ამ ორისგან არის სასამართლო სისტემა, რომელიც ამათთან სამ შტოზე დგას ხელისუფლება. რას ნიშნავს ეს? ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბიჭო, სასამართლო, აბა ხელისუფლების მხარეს არ უნდა იყოს? მოსამართლე, აბა როცა ავალებს რაღაცას ხელისუფლება, ის არ უნდა გააკეთოს? და არ უნდა გააკეთოს. მთელი არსი ამ სისტემისა არის ეს, თუ ესე არ მუშაობს, ხო, მაშინ ელემენტარულად, მაშინ ვატყუებთ იმ საზოგადოებას, იმიტომ რომ სინამდვილეში შეთანხმებულები ვართ. ხელი აქვს მოწერილი ადამიანებს, ხელისუფლებებს, უფრო ადამიანების წარმომადგენლებს, რომ ამას შეასრულებენ და დარქმეულია ამას სხვადასხვა ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებების მიხედვით საერთაშორისო სამართალი გაკეთდა. ამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით არის, რაზეც აიხლა ჩვენთან მიდის საუბარი, ხო, საქართველოში. ერევიან ჩვენს უფლებებში, ბიჭო, ერევიან ჩვენს უფლებებში, იმიტომ რომ ხელი რო გაქვს მოწერილი, რომ შენ ასე და ასე მოიქცევი და რო იტყვილები და მე ამას ვხედავ, გეუბნები რომ შენ არ იქცევი სწორად. ხლა ადამიანი გეუბნება, ახ, ჩვენთან რო, ბიჭო, აი რო ერევიან ხო ჩვენი ქვეყნის იმაში, აი იმათ უნდათ რომ ვიღაცა ეს მოიყვანონ ხელისუფლებაში. ბიჭო, ეს იმიტომ უნდათ მოიყვანონ, რომ ეს ამბობს რომ ამას გავაკეთებ. ამისგან განსხვავებით, ეს ამბობს, რომ მე ამას ვაკეთებ, მაგრამ სინამდვილეში არ აკეთებს. ის ვიღაცა იძახის, რომ არა, მე ამას გავაკეთებ, კაცო. რასაც ავიღებ ვალდებულებას, ამას გავაკეთებ. ასეთი პოლიტიკური ძალა ვიქნები. ამიტომ იმას მხარს უჭერენ. რატო უჭერენ იმას მხარს? ბიჭო, იმიტომ უჭერენ, რომ ის ამბობს, რომ რასაც იღებს ვალდებულებას, იმას გავაკეთებ ამბობს. აიზავს თუ არ იზავს, მე გამოჩნდება და იმის მიხედვით ხდება და მოხდა. რასაკვირველია, მეც ერთ-ერთი ვიყავი, ვინც თქვათ იგივე ევრო სტრუქტურებთან როცა მქონდა ურთიერთობა, ყოველთვის მქონდა განცდა და ვამბობდი და ვეუბნებოდი, რომ საქართველოში უფრო მეტ დემოკრატიას იმსახურებს. თქვენ რომ მხარს უჭერთ ამ ხელისუფლებას, ეს ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც საჭიროა. და საბოლოო ჯამში მოხერხდა ეს. ანუ იმ ადამიანებმა ნელა იმის გამო რომ პოლიტიკა ნიშნავს რას, რომ რაღაცა საკითხებზე თავარს თუ ასრულებ, რაღაცაზე თვალის დახუჭვა ხდება.
ასე ხდება ნებისმიერი ადამიანიც ასე იქცევა. ნებისმიერი ჩვენგანიც კი ასე იქცევა, როდესაც მეორე ადამიანთან აქვს საქმე. ბოლომდე და წარმოიდგინეთ თქვენ თვითონ, ბოლომდე ის ადამიანი არ ასრულებს რაც შენ გინდა, მაგრამ რაღაცა მთავარს, რასაც ადამიანობა ქვია, რაღაცა ფარგლებში აკეთებს. რაღაცა ფარგლებში არ აკეთებს. აი იგივე როცა ვამბობთ, რომ უკანონო პატიმრებით იყო გავსებული, იყო არასამართლიანი ადამიანების დაჭერა, იყო გადამეტება ბევრი რაღაცის დაწყებული, გადამეტება სიტყვა კიდე ბოლომდე არ ასახავდა იმას, რაც ხდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ იმას უთხრეს, რომ შენ ხელისუფლებიდან ეხლა უნდა წახვიდე. შენ მოიგებ არჩევნებს, თუ გააყალბებ, მოიგებ, რა უნდა ამას. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იმაშია, რა ქვია, ძალაუფლებას ფლობს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ არჩევნებს მოიგებს. ისე თუ ჩაატარებს, როგორც მას უნდა და არა ობიექტურად. არც ერთი არ წავა, გერმანიაში არ შეუძლიათ არჩევნების გაყალბება, ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგერ არ ხდებოდა ეს, იყო ხო ჭიდაობა იყო მთელი და საბოლოო ჯამში დღესაც გაურკვეველი არის, მაშინ ტრამპმა მოიგო თუ წააგო, ხო? მაგრამ ფაქტიურად მაშინ ტრამპი ხელისუფლებაში იყო და გამომდინარე იქიდან, რომ სიტუაცია ისეთი იყო, რომ ხელისუფლებაში მყოფმა დათმო. ეს არის განსხვავება დემოკრატიულ ქვეყნებსა და ავტორიტარულ ქვეყანას შორის, რომ ხელისუფლებაში მყოფმა მიუხედავად იმისა, რომ თვლიდა, რომ მან არჩევნები მოიგო და მას გაუყალბეს და შეუქმნეს ის გარემო, ხელისუფლებაში მყოფზე ლაპარაკი, რომ გაუყალბა ოპოზიციაში მყოფმა, ხო? იმიტომ რომ სისტემა იქ ისეა აწყობილი, რომ ოპოზიციაში მყოფი კი არ ნიშნავს იმას, რომ ამ ოპოზიციას ვინ ეკითხება რამეს და ამას როცა უნდა რასაც მინდა გაუკეთებ, არა, ოპოზიციაში მყოფსაც აქვს გარკვეული გავლენა, იმხელა გავლენები, რომ არჩევნებში მოახდინა გავლენა და ხელისუფლებაში მყოფს უკანონოდ, ასე ამბობდა ყოველ შემთხვევაში, თუმცა მტკიცებულება ამისი ბოლომდე არ დადებულა და არ გარკვეულა სიტუაცია, იმიტომ რომ ჩაითვალა, გადადგა და წავიდა. მაგრამ შემდეგ არჩევნებზე მოვიდა ისევ ხელისუფლებაში. და ერთ-ერთი მომენტი ესეც იყო. ჩვენ სიტუაციაში მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ცუდი მმართველი იყო, რომელმაც ფაქტობრივად კიდე გეუბნებით, რაღაცები გითხარით, თუ კარგი რო გააკეთა, სტადიონი იყო, თუ გზა იყო, ინფრასტრუქტურა იყო, თუ სახელმწიფო ინსტიტუციები რაღაცას დაამსგავსა, იმიტომ რომ დაწყებული საზღვრიდან, საზღვარი, საბაჟო, საგადასახადო, ეს ყველაფერი სახელმწიფოში თითქოს არსებობდა, მაგრამ ყველაფერი ხდებოდა ესე. მე საზღვრებს ფულს მიცემდი და საზღვარს სადაც გინდა გადაკვეთდი და ვისაც გინდა შეიყვანდი და გამოიყვანდი. მე ბაჟეს ფულს გადაუხდიდი და რა ტვირთსაც გინდა, როგორც გინდა შემოიტანდი და როგორც გინდა ისე საბაჟოს გვერდისავლით და გადასახადების გვერდისავლით ტვირთს შემოიტანდი, გაყიდიდი, გააკეთებდი. საგადასახადოც იგივეს აკეთებდა. ანუ ეს დაალაგა. ავად თუ კარგად დაალაგა. პოლიციელი, რომელიც იდგა და ერთის მხრივ კიდე გეუბნებით, ხლა გააჩნია გადასახადს. ხო, ადამიანი იქამდე არ უნდა მიიყვანო ოღონდ. გადასახადს 5 მანეთს რო აძლევდი და იმას რა ქვია, ხანდახან 2 მანეთიც რო მიგიცია, იმისთვის რა ქვია, გაიშნიკი რო ერქვა. ხო, ეხლა გაგვიხდა, მანქანა თუ კი გადაადგილდები და ისინი ხაფანგები თუ არ იცი სად როგორ არის დაგებული, რომ მიდიხარ 90 კილომეტრით, რა მომენტში იცი, რომ უცბად შეიძლება იყოს, რა ქვია, ნიშანი, რომ 60 გახდა, ან 40 კილომეტრი გახდა, ხო? და ამას წინასწარ კი არავინ არ გაფრთხილებს და იქვე დგას, აი, რა ქვია, ვიდეო იმითი, ხო, იმ წუთას შეგიძლია 50 და 100 ლარიანი ჯარიმაც მიიღო. და ნებისმიერი იმაშიც, რა ქვია, ისე არის დაკიდებული ეს საგზაო ნიშნები, რომ თუ არ იცი, შეიძლება ადამიანს ერთი ნიშანი, სხვათა შორის ამაზე სპეციალურად ამბობ, ნახე, რომ იმისიც შუქ ნიშანიც კი, თუ ერთი მუშაობს და არ მუშაობს მეორე, ანუ ერთი შეიძლება ვერ დაინახო ადამიანმა. ხო, ეს საბჭოთა პერიოდში, კაც კომუნისტების დროსაც საერთაშორისო ეს ნორმები მაშინაც არსებობდა. და ჩვენთან ისეა გაკეთებული, რომ იმისი, რა ქვია, ნიშანი ისეა, რომ თუ არ იცი, რომ იქ ნიშანი შეიძლება ვერ შეამჩნიო. და მე დაჯარიმდე. ხო, აქამდე მივიდა. ანუ კაცი ფიქრობს, მერჩივნა რა, ის ჩასაფრებული ისა, გაიშნიკი, 10-15 ლარი გამომსვლოდა თვეში, რა ქვია, ჯარიმის რაოდენობა და დღეს ხელფასთან შედარებით, რაც მაქვს, რას ლაპარაკობ, ხო, და დაქცეული ადამიანი, ხო? ვიღაც ამოს კარგია, კაცო, იმიტომ რომ ადამიანი უნდა აბა მაღალი სიჩქარით რო დადიან, ავარიებს აკეთებენ და აბა ეს არ დადიან. ისინი, ვისაც აქვს პირდაპირ ნარუშილოვკა ქვია, ანუ მას შეუძლია. შეუძლია რომ იაროს პოლიციელი, გინახავთ ღვედით პატრული, ღვედ გადაკიდებული. ეხლა თუ დავინახავ ხოლმე მიხარია რომ
თვით მე ვისავარო კაცო შენ ღვედი რატო არ გეკეთია გეუნება და შენ რატო არ გეკეთია თვითონ კაცო მე პატრული ვარ და შემიძლია ესე კი მაგრამ ეს ღვედი ხო იმიტოა მოგონილი რომ ადამიანი რა ქვია დაიცვა იმისგან რა ქვია ავარიის შემთხვევაში ან დამუხრუჭების შემთხვევაში თუ შეიძლება არ შეეყოს მაგრამ თავი არ მიარტყას რაღაც არ დაემართოს სიცოცხლე უნდა დაიცვას და შენ პატრული რო დადიხარ ყვეყუს სწრაფად ვიღაცას მისდევ პირიქით უნდა გეკეთოს ხო პირიქით შენ უნდა აძლევდე კიდევაც მაგალითს და შენ სიცოცხლეც ხო დაცული უნდა იყოს მაგრამ ეს მომენტია ხო ანუ არ არის იმისთვის არც საგზაო ნიშნებია იმისთვის რომ ადამიანებმა მოწესრიგებულად ერო ისევე როგორც დღეს მიღებული დანარჩენი კანონებიც იმისთვის კი არ არის აი რითაც დავიწყე ნარკომანიის წინააღმდეგ კი არ არის ეს ბრძოლა არამედ იმისთვის რომ დაშინებული მყავდეს და თან მოსახლეობას ვეუბნები შეგაწუხათ ნარკომანია ნახე რა შვები აგერ ვიჭერ კაცო და დავსდევ და ეს ბავშვების უდიდესი ახალგაზრდების ნაწილი რომელიც კიდე ჯერ მიუშვეთ იმიტომ რომ მიეცით იმის საშუალება რომ თითქოს ყველაფერი ლეგალიზება ბოლომდე არ მომხდარა მაგრამ დეკრიმინალიზაცია მოხდა მერე ამათაც ის კი არ მიაყოლეს ზედ ამას რო აკეთებ თან ამას სააგიტაციო მუშაობა ჭირდება ამას ჭირდება სახელმწიფომ ფული უნდა დახარჯოს და გააგებინოს რომ დილიდან რომ იმეს იწყებ რა ქვია პლანის მოწევას რო იწყებ მერე შედეგი ეს დგება ეს უნდა აჩვენო რომ მერე შეიძლება ფსიქიურად ვერ იყო კარგად იმაში საფთიაქო ნარკოტიკები იმასავით იყო ნებისმიერ ადგილზე შეგეძლო აგეხო ხო ეს ყველაფერი რა შედეგი გექნება და თანაც ალტერნატივა რა უნდა მიცეთქო ამას თუ არ აკეთებ და ამაში თუ ფულს არ ხარჯავ მაშინ ყველაზე ადვილი მერე ხდება მერე შემოსავლის წყაროცაა კაცო დაიჭერ რაც უფრო მეც დაიჭერ მით მეტად ფულის ჯარიმებითაც შემოგდის იმის გარდა უკვე წავიდა ფულის მიცემაც და ჩვეულებრივად ეხლა გადააქცეს ეს ყველაფერი მანქანათ ისევე როგორც კიდე გეუბნებით მანქანათ არის გადაქცეული ჯარიმები მანქანათ არის გადაქცეული ფულის ამოღება მოსახლეობიდან და გაწყდა და თან გეუბნებიან არ მოგწონს ესეთი რამე სახელმწიფოში ხო ეგეთი რაღაცა ნუ იშვიათი საბჭოთა კავშირში მაგალითად არ გიშვებდნენ საზღვარგარეთ წასვლა რუგდომებოდა არ გიშვებდნენ ის თვითფრენავის ბიჭების ამბავი რო იყო ეგ იყო რომ ციხეში ვიყავით გაქცევა ეხლა კი ბატონო გეუბნებიან რომ ეხლა ხო გიშვებ რა გინდა დემოკრატია არა არის გინდა წასვლა არ მოგწონს ეს ჯარიმები ესეთი არ მოგწონს ის ფასები და ცხოვრების გაძვირება რომელიც არის არ მოგწონს ის რომ უმუშევრობაა არ მოგწონს ის რომ ჯანდაცვის მომსახურეობა ისეთი არ არის როგორიც უნდა იყოს აგერ ძმაო წადი რა ხო გიშვებ და წადით აქედან რა ვისაც არ მოგწონს არის ნაწილი რომელსაც მშვენივრად მოსწონს და არის კარგად არის ხო არის რამოდენიმე ალბათ 10,000 ადამიანი კარგად გძნობს თავს იმიტომ რომ ან ახლოს არის იმ ხელისუფლების იმ შტოსთან რომელიც დიდ ფულს აკეთებს ან ყოველ შემთხვევაში რაღაცა ნამცეცებს მასაც უყრიან და აქედან გამომდინარე მას ეს აწყობს აი დანარჩენებს ვისაც არ გაწყობთ აქედან წადით გეუბნებიან არ ხდება ესე ხალხო სირცხვილია იქამდე მივედით რომ დაპირისპირებებია უკვე ადამიანებს შორის და ეს ადამიანებს შორის ეს დაპირისპირებები იმიტომ ხდება მე რომ ვიღაცა ისურის ის ფსიქიურად აშლილი ადამიანი რომელსაც იარაღი ქონდა და რამდენი ეგრე ფსიქიურად აშლილი ადამიანია ჩვენს გარშემო და გარემო ხო ისეთი გვაქვს რომ ფსიქიურად აშლილი ბევრი დიდი აშლაც არ ჭირდება რომელი ერთი დაწყობილი რა ქვია თავისი იმითი რო ჩაუტარო და ფსიქოლოგები რო დავაჯილოთ რომელიც საქართველოში კიდევ კარგი ესკოლა კიდევ კარგად მუშაობს ასე თუ ისე ფსიქიატრიას და ფსიქოლოგიას ოღონდ ამას კიდე სახელმწიფოს ხელშეწყობა ჭირდება და დასვით ერთ და შეამოწმებინეთ ქუჩაში რა მდგომარეობაშია ხალხი კაცო რა მდგომარეობაშია დილედან ადამიანი იღვიძეს პრობლემები აყრია თავზე იმდენი რომ კაი იარაღი ქვა რო ჩაერტყა რა და ის რომ აიღოს რა ქვია ადამიანს თუ ადამიანის მოკლა უნდა მაინდა-მაინც პისტოლეტი არ არის ამისთვის საჭირო და მიდიან ადამიანები აქამდე უკვე ხო ის შეკვეთილი მკვლელობები იქნება ეს თუ კრიმინალური ავტორიტეტი იმაზე რომ აბრალებენ ქურდული გარჩევები და ეს გითხარით კიდევაც ახლოს არ არის იმასთან რასაც ქვია ქურდული არ არის ახლოს იქ იმიტომ რომ იქ სხვა რამე იყო იმან მოიპოვა იმ საბჭოთა პერიოდში ის რომ სამართლიანობა იყო თორემ მარტო სიმამაცე არ კმარა
მარტო ის რომ რაღაცის გაკეთება შეგიძლია არ კმარა, მარტო ის რომ თუნდაც ადამიანები არიან ეხა გონიათ რომ აი რახან ის არის რა ქვია აგრესიულია, ნახე როგორია და აუ ეს ალბათ არ არის ეგ არ კმარა. სხვა იქ სამართლიანობა თუ არა გაქვს იქ დამთავრებული იყო. იმას თვითონვე პასუხს თხოვდნენ. შენ ვიღაცაზე აბა ხელი დაგერტყა ტყვილა და პოლიციასაც რომ თქვა აი აეცილებინა თვალი დაეხუჭა და იქ თხოვდნენ პასუხს. შენ ადამიანი როგორ დაჩაგრე? სამართალი იყო მთავარი და არა ის რომ დღეს გამოდის ადამიანი კუნთები რახან მაგარიმა გავდგები და ყველას გავლახავ. მაშინ გამოდის რომ ყველაზე მართალი კაცი ბოქსიორი ყოფილა კაცო. და ჩემპიონი თუ ხარ იმისი რა ქვია ჩხუბში ესე ყველაზე მართალი ხარ? არ ხდება ეგრე. შეიძლება ყველაზე სუსტი ადამიანი რომელიც შეიძლება ინვალიდი იყოს, მაგრამ მართალი იყოს და იმას ვინც ყველაზე ძლიერი კუნთებით იყოს ու თავში ურთხავს. ესე რომ რაშვები, ესე როგორ გააკეთეო. იმიტომ რომ სხვა რაღაცაა, მორალი სხვა რამეა. და თქვენ რა გინდათ? გერევი და მე ამიტომ ხელისუფლება ჩემია, ეს აქედან მოვიდა. ხელისუფლებაში დღეს მე ვარ და რასაც მინდა გავაკეთებ. იმიტომ რომ გერევი. ვერასდროს ვერ მომიგებ არჩევნებს, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებაში მე ვარ და არ მინდა რომ შენნაირი მოვიდეს. და როგორც მინდა ისე გავაკეთებ ამ არჩევნებს. კანონსაც როგორც მინდა ისეც მივიღებ. იმის უმრავლესობა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩემი უნდა იყოს. ხო? რატო უნდა იყოს შენი თუ გინდა წესიერი არჩევნების ჩატარება? აი პირდაპირ დასაწყისშივე გეუბნები. აი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რატო უნდა გყავდეს კომისიის წევრები შენ? ანუ დამთვლელი შენ რატო უნდა გყავდეს? ყავდეს იმდენივე რაც აქვს სხვას, რაც ყავს სხვას, თანაბარი იყოს. რომ დავიწყოთ აქედან ჯერ, რომ შევქმნათ ისეთი საარჩევნო გარემო, რომ ჩავთვალო, რომ აქ ღირს მონაწილეობის მიღება, რომ აქ ადამიანს უნდა კონდეს დათვლაზეა ჯერ ლაპარაკი, დათვლაზეა ლაპარაკი, თორე გარემო როგორი ეს კიდე ცალკე თემაა, რომ ერთი ხარჯავს, რა ქვია, 50 მილიონს, 100 მილიონს და მეორეს არ აქვს 40 ლარიც. ეს როგორ არის თავისუფალი არჩევნები და როგორ შეიძლება რომ თანაბარი იყოს? როგორ შეიძლება თანაბარი პირობები კონდეს, რომ ვიღაცას აქვს სატელევიზიო დრო, აქვს პლაკატები გამოკრული, აქვს ბანერები, აქვს ეს, მეორეს არაფერი არ აქვს. და თანაბარ მდგომარეობაში ვართ იძახი. აი ეს ყველაფერი როგორ შეიძლება და თუ ხელისუფლებაში ხარ, ნიშნავს იმას, რომ წასვლა არ გინდა და ვიქნები ამბობ. წინა ხელისუფალი ვინც იყო? ის ამბობდა რომ 30 წელი უნდა ვიყო ხელისუფლებაშიო, მაგრამ არ მოუწია 30 წელიწადი. იმიტომ რომ იმას უთხრეს რომ არა ჩატარდება არჩევნები. ერთი პერიოდი იმასაც ეგონა რომ კი ბატონო ჩატარდეს არჩევნები, პოლიტიკური ძალები ისე ყავდა განადგურებული და იმ მდგომარეობაში ყავდა, მაგრამ ყავდა მაინც. იმას ყავდა მაინც, იმიტომ რომ რაღაცა თანხებს ფინანსურს აძლევდა, სუნთქვის საშუალებას აძლევდა, ოღონდ ხელისუფლებაში მოსulis საშუალებას ესე არა და გამოჩნდა ბიზნესმენი. ეს ხომ მისი მოყვანილია, თორე პოლიტიკური სპექტრი რომ მოსულიყო ეს შედეგი არ გვექნებოდა. გამოჩნდა ბიზნესმენი, რომელმაც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ფაქტობრივად გაანადგურა სააკაშვილმა, მოკრიბა, იმიტომ რომ ჭირდებოდა, სხვაგვარად ვერ შეძლებდა ამას, მაგრამ როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, ნელ-ნელა ისინი სუყველა მოიშორა და ერთმა კაცმა რევანში აუღო მთელს პოლიტიკურ სისტემას. და მოუგო და პოლიტიკას დღეს არ არსებობს საქართველოში. აი ხშირად ამბობენ რომ აი კი მაგრამ ამ პოლიტიკოსებს რა გინდა თქვით, ჩამოყალიბდით. სად რა უნდა თქვან? სად აი საშუალებები რისი გეძლევა ხო? იმის მიხედვითაა, რომ რითი უნდა მიხვიდი ამ ხალხთან და რა უნდა შეთავაზო და რო თავაზობ იმის გამო რომ შენ ბევრჯერ ამას ვერ ეუბნები, ეს მათი ბრალი კი არ არის ხა ვიღაცამ არ ჩათვალოს ესე რომ ჩაულებრივი სოციოლოგიაა ეს. რომ ადამიანს რამოდენიმეჯერ, ხანდახან დღეში რამოდენიმეჯერ უნდა უთხრა რომ დაიმახსოვროს. ხო, რა გინდა? როცა არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ თქვენი პროგრამა რაღაცა გითხარით, აი როგორ ფიქრობთ ბიზნესის განვითარებაზე, როგორ ფიქრობთ სახელმწიფოს განვითარებაზე, როგორ ფიქრობთ განათლებაზე. განაიმად ნალაპარაკები არ აქვს, მაგრამ იმდენჯერ არ არის ეს ნათქვამი, რომ ამ ადამიანმა ეს რომ მოისმინა ადამიანს მილიონი პრობლემა აქვს. მილიონი პრობლემა ხა მე რომ ისმენს ადამიანი, ეს ესმის რასაკვირველია ესმის, რაღაცას იგებს, მაგრამ იმის გამო რომ რატომ მიწევს ხოლმე ხშირად გამეორება, რაღაცა ნაწილი უცბად იმახსოვრებს, მაგრამ რაღაცა ნაწილისთვის ეს ბევრჯერ თუ არ იქნა გამეორებული, ის გეუბნება რომ შენ ეს არ გითქვია საერთოდ და არ ახსოვს ეს. ეს ჩაულებრივი რამე, ეს ვინმეს მისი რა ქვია, გონების იმის შედეგი კი არ არის, რომ დაბალი განვითარება აქვს, არა. სოციოლოგიამ დაამტკიცა ეს რომ ეს არის ესე, რომ იმისათვის რომ ადამიანმა დაიმახსოვროს რაღაცა, ეს ამდენჯერ მაინც უნდა იყოს გამეორებული, ამდენჯერ უნდა იყოს ნათქვამი, რომ მის მეხსიერებაში მე ჩაჯდეს და ჩაებეჭდოს თავში.
ხო ან ისეთი მესიჯები უნდა მიაწოდო ადამიანს და ნალაპარაკები ვართ ხო ბევრჯერ გვილაპარაკია ამ ტელევიზიიდან გვილაპარაკია ბევრჯერ როგორი სახელმწიფო უნდა მოვაწყოთ როგორი სასამართლო სისტემა უნდა იყოს როგორი განათლების სისტემა უნდა იყოს როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი აი ახლა რასაც ვლაპარაკობდი შეიქმნა გარემო რომ იმ რამოდენიმე 10,000 კაცის გარდა დანარჩენებს ფაქტიურად პერსპექტივა არ აქვს გესმით პერსპექტივა იმისი რომ ხვალ ახალგაზრდამ რომელიც ცოლის მოყვანაზეა ლაპარაკი რომ მოიყვანოს საჯანდაბაში უნდა წავიდეს და რა უნდა აჭამოს ბავშვი რო გაუჩნდეს რა უნდა გააკეთოს ეს პასუხისგებლობები ამ ახალგაზრდა თაობას აქვს იმიტომ რომ ჩვენ თაობაში ეს პრობლემა არ იყო ჩვენ თაობაში 16 წელს აიპარებოდა კაცო გოგო და ბიჭცოლი მოყავდა და იყო იმიტომ რომ იცოდნენ რომ სახლი კარი ექნებოდა სამსახური ასე თუ ისე რაღაცა გამოუჩნდებოდა დღეს არ არის ეს და მე რატომ არის განარკომანებული რატომ არის აგრესიული რატომ არის აბა რა ჯანდაბაქნან შეხედეს ამ არ იცვლება ეს გარემო მათთვის ვიღაცებმა ვისაც გაუმართლა მხოლოდ მათთვის არის და მე სამართლიანობაზე როცა ლაპარაკობ მე დანაშაურს ჩადის იზავს და აბა რას იზავს გამწარებული ადამიანები კიდე გეუბნებით ხანდახან სიცილზე გაღიზიანებული ადამიანი აკეთებს მე კი არ ვამართლებ ეხლა ვიღაცამ არ ჩათვალოს რომ რაღაცას ვამართლებ არა მაგრამ რამ გამოიწვია რატომ მივედით აქამდე რომ ადამიანები ამ მდგომარეობაში არიან პოლიციელს ესროლა მოლოტოვის კოქტეილი და რატომ მივიდა აქამდე ამას არ ვკითხულობთ ადამიანმა აი მე ხელისუფლების დამხობა უნდა და გარეთ ეძებს რა ქვია ვიღაცები ეხმარებიან ფულს იქიდან აბა რა უნდა ქნას როცა შენეს გარემო თავიდან ბოლომდე მოუსპე და აქედან გამომდინარე იმისათვის რომ ეს ყველაფერი რაღაცა ფორმით მივიყვანოთ იქამდე რომ შვიდობიანი გზით განვითარდეს და შეხედეთ ხო სოფლიოში რა ხდება კაცო გარშემო ომების გარდა რა ხდება ხანძრებს შეხედეთ საფრანგეთი იწვის ესპანეთი იწვის თურქეთში უკვე აქეთკენ ანტალია იწვის ხო მიწისძვრებს შეხედეთ იმაში რა ქვია იაპონიაში მიწისძვრა იქ მიწისძვრა შევდივართ იმ მორწმუნე თუ ხარ უნდა ხდებოდი ამას სულ უნდა ელოდებოდე სულ აპოკალიფტური მდგომარეობა ის კი არა ეხლა იქ არა ამას ელოდები მუდმივად და არის სიტუაცია ის რა არის გამოსავალი ის რაც ბევრჯერ თითოეულ ადამიანისთვის დიალოგი რადგან მეტყველების უნარი გვაქვს რადგანაც საუბრობთ, რადგანაც ლაპარაკი შეგვიძლია, ყველაზე დაპირისპირებული მხარეებიც კი, ოღონდ ყველაზე დაპირისპირებული მხარეები მსოფლიო გვაჩვენებს ამას, რომ ესე პირდაპირ ვერ ჯდებიან. და ამიტომ შუამავლები ჯდებიან. ანუ შუამავალი რას ნიშნავს? ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც ფიქრობს, რომ ერთი მხარეს და მეორე მხარეს, როცა ასეთი რადიკალური დაპირისპირება, რაღაც გარკვეული პლატფორმა უნდა გაკეთდეს, რომ დავსვათ და დავალაპარაკოთ. იმიტომ რომ არ გამოვა ეს კი არ ნიშნავს ის ერთი მხარე და მეორე ამათმა უნდა მართონ. არ ნიშნავს სრულებითაც ამას. ეს ნიშნავს იმას, რომ დასალაპარაკების მაგიდაზე უნდა შეიქმნას ის გარემო, სადაც მე მართლა თანდათანობით დავიწყებთ იმას, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა იქნება მართლაც რეალური არჩევნების ჩატარება და ეს რეალური არჩევნები უნდა იყოს ისეთი, რომ ყველაზე მინიმალური ხმის რაოდენობის მქონე ადამიანთა ჯგუფი როა. აი 10,000-მა კაცმა უნდა შეძლოს, რომ თუნდაც ერთი პარლამენტის წევრი ყავდეს. რომ მივიდეთ აქამდე, რომ შეიქმნას ის გარემო, რომ ეს პარლამენტი მართლა პარლამენტს ემსგავსოს, რომ ადამიანი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არ უნდა ესალმებოდეს ისეთ რამეს, რომელიც იურისტი პირველი კურსის იურისტი, რომ დაამთავრებს უკვე იმან რომ იცის, რომ ასეთ რამეზე, ამის წახალისება, ამის მისალმება, ყოველგვარ იურისპრუდენციასაც გაცდენილია, სახელმწიფოსაც და სამართალსაც და ყველაფერს და ნორმალური ადამიანის აზროვნებასაც. აი ასეთი პარლამენტი რომ მიიღო. და მე ვინ და ვინ მოუძებნოთ გაანებეთ ვინ მოიძებნებიან კანონს რომ დაემორჩილება ისეთი ხელისუფლება გყავდეს ეს პარლამენტი ასეთ ხელისუფლებას როცა დანიშნავს როცა ასეთ იმას რა ქვია მიიღებს და ჩამოაყალიბებს ხო მე უკვე ის სასამართლო სისტემაც თავისთავად ნიშნავს რომ ასეთ გარემოში სასამართლო სისტემაც დამოკიდებული აღარ იქნება ვიღაცა ერთ პოლიტიკურ ჯგუფზე და ნელ-ნელა შევქმნით იმ გარემოს რომ ახალგაზრდასაც დაედგომება მოხუცებულს პენსიაც ნორმალური რომ უნდა კონდეს, იმიტომ თელი ცხოვრება რომ ნაწვალებია ადამიანი, უნდა რა სიბერე კონდეს რა ნორმალური. უნდა რომ შვილიშვილს ხედავდეს რომ დაწყობილი და დალაგებულია, თორე გაგიჟებული შვილიშვილი, რომელმაც ვერც ცოლი მოყავს, ვერც სამსახური უშოვნია. რაქნას არ იცის, რა სიბერეა ეს? რომც კონდეს კიდევაც ყველაფერი ყოფნიდეს, რა სიბერე მივედით, რა სიბერემდე რომ ხედავთ რომ ახალგაზრდები ამ დღეში ყავს. რომ ციხეები ივსება, გაცო ჩვენი ბავშვებით.
ეს მდგომარეობა გვაქვს და კიდე გეუბნებით, ერთადერთი ნაბიჯი მოვამწიფოთ ეს, მივიდეთ აქამდე, დავიწყოთ ამაზე ფიქრი. ხო, აგერ გუშინ იყო, რა ვქია, ირმა ინაშვილიც გამოვიდა ეს ინიციატივა დიდი ხანია ვაჟღერებ ჩვენ, რომ საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს დალაპარაკება, უნდა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, აქტიურმა ადამიანებმა თანდათანობით უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენ ერთმანეთის დაჭმით არაფერი არ გამოგვივა და დავსხდეთ და დავიწყოთ ფიქრი იმაზე, რომ როგორ ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, როგორი საარჩევნო გარემო უნდა შექმნათ, როგორი საარჩევნო სისტემა უნდა გქონდეს და მერე თანდათან როგორ მოვახდინოთ ამის რეალიზაცია ისე რომ ეს არჩევნები მართლა ჩავატაროთ და საბოლოო ჯამში მივიღოთ ისეთი პარლამენტი, რომელიც მოგცემს ნორმალურ ხელისუფლებას, ნორმალურ ძალაუფლების მქონე ადამიანებს, რომლებიც კანონის ფარგლებში არიან. კანონის ფარგლებში ვიღაცა ერთი კი არა, რომელიც კანონში ვერ ეტევა და მერე კანონებს როგორც უნდა მოირგებს, არა, კანონის ფარგლებში იმუშავებს. კანონს გადაცდება ერთი ნაბიჯით და მთავრდა რა წახვალ სახში ან წახვალ ციხეში. ხო? აი ეს იქნება. შეიძლება ამის გაკეთება და შევძლებთ ამის გაკეთებას ჩვენზე ბევრად უფრო დაბალი ერუდიციის, დაბალი კულტურის, დაბალი ისტორიის მქონე ერებმა გააკეთეს ეს ყველაფერი. შექმნეს ნანახი გვაქვს და ვიცით კაცო. თითქმის ვიკინგების და ვეშაპმჭერებმა გააკეთეს ესეთი რაღაცა, შექმნეს ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომ გაგიხარდება იქ ცხოვრება, ხო? ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამას სურვილი ჭირდება და ერთმანეთის მოძებნა გჭირდება. დიდი მადლობა, ისე დაახლოებით 3 წუთამდე თუ მეთქი გადავაცილე ამას, ბოდიშუხტით ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს. კარგად ბრძანდებოდეთ და დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ შევძლებთ რა ქართული საზოგადოება შეძლებს იმას, რომ ნორმალური სახელმწიფო ჩამოაყალიბოს და შექმნას. კარგად ბრძანდებოდეთ.